სახლის სადაც წლებია ცხოვრობდნენ, ახლა უკვე კაკაჩიების ოჯახის საკუთრება. 33 წლიანი ლოდინის შემდეგ ლუარა კაკაჩია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დედაქალაქის მერმა დღეს პირადად გადასცა. ამდენი ხანია რომ ველოდებით ამის დაკანონებას, წელიწად ნახევარია რაც დავიწყეთ საბუთების შეგროვება და მერიაში შევიტანეთ საბუთები და დღეს ჩვენი ოცნება ახდა დაგვიკანონეს. კაკაჩიების ოჯახი ერთ-ერთია და არა ერთადერთი. კახაკალაძემ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები დღეს კიდევ 29 ოჯახს გადასცა. და იქვე პირობაც დადო, რომ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე იყო, გადავიდა კერძო საკუთრებაში. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მართლა წარმატებული არის და გვინდა ყველა ის ოჯახი, ყველა ის ადამიანი დავაკმაყოფილოთ და დავეხმაროთ, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. პროგრამაში მოხვედრა მარტივია. მოქალაქე, რომელიც მერიის სერვის ცენტრს დაუკავშირდება, პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს. განაცხადები მუშავდება გამგეობებში, მუშავდება მერიაში, ანუ უნდა აღინიშნოს, რომ არ წყდება მომართვიანობა და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დადებითი პროცესი და ჩვენც რა თქმა უნდა არ ვიშურებთ ძალას, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს და მის ფარგლებში 3300-ზე მეტ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უკვე გადაეცა.